მოგესალმებით ძვირფას ტელემაყურებლებო, ეთერშია გადაცემა პრეს რევიუ, როგორც ყოველთვის დღის 3 საათზე. და საუბრობთ იმ თემებზე, რომლებიც ჩვენთვის ალბათ პრობლემატურია, საჭიროა, აუცილებელია და თქვენთან ერთად ვაანალიზებთ ჯერ დილის რადიო ეთერში, შემდეგ ამ თემებს უკვე ვშლით ტელეეთერის მეშვეობით და ახლოს მომავალში ტელეეთერის მეშვეობითაც გვექნება საშუალება ინტერაქტიული ჩართვებისა და მოსახლეობის ზარებისა პირდაპირ ეთერში. დღეშვენი გადაცემის სტუმარია ჩემი მეგობარი და ყოველთვის ალბათ ძალიან პატივცემული ადამიანი, ალეკო ელისაშვილი, დღეს უკვე პოლიტიკოსი, მაგრამ ადრე ჟურნალისტი, ძალიან აქტიური ჟურნალისტი, ასევე მანჩო გიორგობიანი, საზოგადოებრივი მოძრაობა სახალხო კონტროლის წარმომადგენელი, თავისი აქტიური პოზიციით ისედაც ალბათ თბილისის მოსახლეობამ და ძალიან ბევრმა ადამიანმა იცის და პატივცემს მის აქტიურობას. დღეს გამომდინარე სტუმრების სტატუსიდან ჩვენ ალბათ უფრო შევჯამდებით თბილისის საკითხებზე, ადგილობრივ პრობლემებზე, მუნიციპალიტეტების მუშაობაზე, მერიის სამსახურებზე, ქალაქში გამწვანების საკითხებზე, მშენებლობის საკითხებზე და ასე შემდეგ, ალბათ ყველა იმ თემაზე, რომელიც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას და რომლებიც ალბათ ძალიან სწრაფად და საშურად გადასაწყვეტია. პირველი, ჩემთვის მე როგორც ძალიან ლიბერალი წამყვანი, არც ვიცი, ესე იგი, რიგითობა მანჩოს კითხო, შენ კითხო, საერთო შეკითხვა დავსვა და წევრი დაიწყოს ალეკო. საერთაშორისო თემებზეც ვისაუბროთ, რატომ არა? სიამოვნებით, ნებისმიერი თემა, რაც თქვენთვის იქნება, თქვენ თვლით რომ ჩვენმა მაყურებელმა უნდა იცოდეს, ეს იქნება კარგი, ცუდი, უარესი, უკეთესი თუ ასე შემდეგ. ნებისმიერი საკითხი, რომელიც ჩვენი მსმენელისთვის საინტერესო იქნება. ალეკო, პირველ რიგში მე მინდა მოგესალმო ჩვენ ეთერში პირველად ხარ. ძალიან მიხარია, იმიტომ რომ შენ მიმართ მე მაქვს ჩემი განსაკუთრებული სიმპათიები და რაც ჟურნალისტურ ფორმატებს არ ვიჭერ ხოლმე, რომ ვიყო ობიექტური, ჩემ პირად დამოკიდებულება არ გამოვხატო. ამიტომ მე შენი აქტიურობა ძალიან მომწონს, ყოველთვის ესე ვაპიარებ ხოლმე ჩემ რადიო გადაცემებში და ესეთი სტატუსიც მოგანიჭე, რომ ალეკო ელისაშვილი თავისი პოზიციით და თავის დამოკიდებულებით საკითხების მიმართ ახალი თაობის პოლიტიკოსი ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში. დღეს შენ ყველაზე რთულ უბანზე ხარ ფაქტიურად, იმიტომ რომ თბილისს როგორც საქართველოს დედაქალაქს ძალიან როგორც დიდ ქალაქს, თანაც ქალაქს თავისი მასშტაბებით მილიონზე მეტი მოსახლეობით აქვს გამომდინარე წინა 25 წლიდან ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემა, ძალიან ბევრი. აი ამ კუთხით მინდა შენთან ვისაუბრო, რა თქმა უნდა, მანჩოს თავის კომენტარს გააკეთებს და თავის ანალიზს მიმდინარე საკითხების, მაგრამ მთავარი, რამდენად ეფექტურია დღეს თვითონ მერიის ის სამსახურები და რამდენად არის კომუნიკაციაში თქვენთან მუნიციპალიტეტთან, რამდენად შენ ხარ კმაყოფილი როგორც ხალხის რჩეული ამ უბანზე, აი შენთვის რამდენად ეფექტურად მუშაობს მერიის სამსახურები და რას ისურვებდი რომ შეიცვალოს. ეს არის ფორმალური შეკითხვა და ჩემ თემას რო გავშლით, შემდეგ უკვე კონკრეტულ საკითხებზეც ვისაუბრებთ. ზუსტად ვემთხოვით ალეკო საბურთალოს მაჟორიტარი, მე საბურთალოს მაცხოვრებელი, ზუსტად საბურთალოსთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ თვითმმართველობაში ჩემი უბნის საბურთალოს გამგებელმა მართლაც ესეთი ინოვაცია შემოიტანა, რასაც მივესალმები, სწორედ ის რაღაც ინგლისური ტიპის, უბრალოდ დასავლური ტიპის მუნიციპალური მმართველობის ფორმა, სადაც საზოგადოებრივი კონტროლის ქვეშ ხდება ყველა გადაწყვეტილების მიღება და განხორციელება. საბჭო შეიქმნება და მეც შევიტანე განცხადება და ძალიან კარგი. საბურთალოს მოსახლეობას ვთხოვდი მაცხოვრებლებს, რომ მათაც აქტიურონ, მიიღონ მონაწილეობა მათ უბანში, მათ მუნიციპალიტეტში, მათ გამგეობაში, აი ამ პროცესებში და მათი პულსის ხელის პულსზე დადებით ხდებოდეს ყველა იმ გადაწყვეტილების მიღება, რაც მათთვის საშურია. ალეკო, აი ესეთი დიდი შესავალი გავაკეთე. მოგესალმებით, მადლობა დაპატიჟებისთვის, წარმატებას გისურვებ. მეც მიმაჩნია, რომ ობიექტურობა რაღაც ყურით მოთრეული ამბავია, იმიტომ რომ ადამიანი ხარ სუბიექტი და შენ გაქვს შენი სუბიექტური ახმა ყველაფრის. ბუნებრივია. რაღაცა მოგწონს, კიტრი მოგწონს, პამიდორი არა, ძალიან რო გავამარტივო და ესეთია ხა ყველაფერის მიმართ ობიექტური დამოკიდებულება ვერ გექნება და ამიტომ იყო რომ მე როცა ჟურნალისტი ვიყავი, ახლაც კი ვწერ ხოლმე რაღაცებს. მიმაჩნდა რომ შენი ხედვა უნდა ქონოდა და ობიექტურობა იყო რაღაცა შინაგანი ცენზურის და მოკლედ თავის გამართლების ერთ-ერთი საშუალება. ალბათ ამიტომაც უყვარდი ძალიან ბევრ ესეთ მსმენელსა და მაყურებელს. ამდენად მე მიმაჩნია რომ ადამიანი ახლა ჟურნალისტი იქნება პოლიტიკოსი თუ რა მნიშვნელობა, მას თავის სუბიექტური ახმა უნდა ქონდეს, შეიძლება მართალი, შეიძლება არამართალი, მაგრამ ნუ ეს ესე.
რაც შეეხება ქალაქს, საბურთალოზე რაც ხდება ძალიან კარგია. გუშინ წინ ვარჩევდით კანდიდატურებს, სამ მუნიციპალიტეტად იყოფა საბურთალო და შერჩევა და ხალხი უნდა ჩაერთოს. ყველაზე მნიშვნელოვანია ხალხის მონაწილეობა. აქამდე ყველა ჭირდებოდა ფორმალური მონაწილეობა, აქამდე ყველას უნდოდა რომ ხალხი ჩაერთო მხოლოდ იმ დოზით, რომ არჩევნები გაეყალბებინა და სათავისო და პარტიული ვიწრო ინტერესთან გამოეყენებიან. ახლა ეს თუ დაიმსხვრევა და საბურთალოზე ასე მიდის, იმიტომ რომ მე მაგალითად ერთ ქალბატონს მითხრეს კიდეც იქ ერთ დეტალს გავამხელ ახლა, მაგრამ მითხრეს რომ იციო ამ ქალსო ეზიზღებიო და ნაციონალურების ხარდაჭერია და მე იმ ქალბატონს დაუჭირე იმის კანდიდატურას ხარ, იმიტომ რომ ნუ ახლა მე ზიზღები, გეზიზღები, რაღაც ცოტა რაღაცებს უნდა გადავაბიჯო და მე რა ნაციონალურების ხარდაჭერი იყო, რა ვქნათ. ისიც უნდა იყოს წარმოდგენილი, ყველა ჩვენი ჭკუისა ხო არ უნდა იყოს. მით უმეტეს ახლა მე ცოტა სხვა ჭკუაზე ვარ. ნახე, ახლა მე თან შევიტანე განცხადება, მაგრამ აი რო არ ამირჩენ, საერთოდ არ მეწყენება, იმიტომ რომ იმდენად პარტიისაცემი ხალხის სია ვნახე, მე იქ გაბუნია კიდე ძალიან სერიოზული ადამიანები, რამდენიმე ხა ყველას არ ჩამოთვლი, გამოჩნდება ხა რაღაც ისე რომ არ გამომივიდეს მე რო თქვა არა ერჩე იმდენად პატივსაცემი ხალხი რომ სულ არ გამიკვირდება და მე მომწონს რომ ესე ყველა აქტიურად ჩართულია და სანემუშო უნდა იყოს საბურთალო ამ მხრივ ორგანო იქნება და მართლაც ესე იქნება მე მაგაში დაარწმუნებული ვარ დიდი მადლობა ბექა მიკაუტაძეს მართლა არაჩვეულებრივი ინოვაცია მადლობა ბექა ძალიან კარგი იდეა არის და გადამდები უნდა იყოს ყველასთვის და მონაწილეობა ესე ძალიან მნიშვნელოვანია ერთ-ერთ ეზოში მივედი ვაჟა-ფშაველას წინა საარჩევნოთ და იქ მაჩვენეს ნაგვიცავსი აუზი და აი მოვიდეს თავრობა ეს გაგვიწმეოთ ხარ ეს ბოთლები ვინ ჩაყარა თავრობამ ჩაყარა თქო ეს ბოთლები თქო ხო თქვენ ჩაყარეთ წლების განმავლობაში თქო პლასმასის თუ შუშის აიღე დალოცვილობ მე გაიგეთ ხელთათ მან და რა თუნდა ამას თავრობა და ის მოვიდეს ბარაკ ობამა ხო ბევრი აი ეს უნდა რაღაცა საბჭოთა რაღაცა სტერეოტიპები საბჭოთა წარსულის ტყვეობაში ვართ კიდევ და ინერცია მოგვდებს რომ საკუთრება ჩვენ კარის ზღურთან თავრდება იმიტომ რომ ის რაღაცა ვერ ხვდებით რომ სადარბაზო ჩვენია ლიფტი ჩვენია ქუჩა ჩვენია ქალაქი ჩვენია ეს არის ყველა ფეხის ნაბიჯზე ეს პრობლემა. ერთი ახლა რაც მე ძალიან ბევრი რამით უკმაყოფილო ვარ, უბრალოდ სულ თავიდან რომ ამბობდი რას, რომ ახლაც ეს სტერეოტიპის ინერცია მოდის და ეს რაც არ მომწონს რომ რამდენ რომ ამბობდი წინა საარჩევნოდ, რამდენიმე სტერეოტიპის დამსხვრევა მინდა პოლიტიკაში წასვლის თქო, საკრებულოში წასვლით. პირველი რომ კრიტიკა ვიცოდე ხარ რომ ძალიან კრიტიკული ვიქნებოდი, კრიტიკა არ არის იძულვილი. და პოლიტიკა კონტროლობა აი ეს პოლიტიკური ურთიერთობა არ არის სიყვარულის და სიძულვილის ასპარეზი. იმიტომ რომ უკეთესი რომ მინდა, იმიტომ ვაკრიტიკებ. ნორმალური ქვეყნები რატო არ ნორმალური ოპოზიციას და ხელისუფლებაში მყოფ პარტიას, მართლ პარტიას ერთმანეთი არ ზუსტ. საერთო ჯამში ერთმანეთის კრიტიკით ერთმანეთის ოპონირებით საერთო საქმის, საერთო საქვეყნო საქმის წინ წასვლა უნდა. ეს ჩვენთან დამკვიდრდა და განსაკუთრებით სააკაშვილმა გაამძაფრა ის რომ თუ ჩვენთან არა ხარ, ჩვენი მტერი ხარ, რუსეთის აგენტი ხარ და ეხლა მე შენ დაგამტრევ ძლებში. იმიტომ რომ შენ როგორ ბედავ და ჩემ აზრზე არ ხარ. და ის სიძულვილის ინერცია ხა ნაციონალურ მოძრაობას იგივე რევანშისტული სიძულვილი აქვს ისევ აინო აი ნაპეწკლების წვივად გივი თარგამაძე იქნება თუ ირმა რაგვარია ეს გოგო ირმა ნადირაშვილი რომ აი დაგვაბრუნა და აი გიტირებს სისხლების დით ხო მაგრამ მათგან ალეკო კრიტიკის მოსმენა არის საშინელება იმიტომ რომ ახლა ერთი წუთი ირმა ნადირაშვილი რომელიც აქ პრემიებზე და დანამატებზე ლაპარაკობს და მისი მეუღლე დაღელაშვილი გამგებელი ჯერ მანამდე ვინ იყო ძალიან მაინტერესებს გამგებლად ვთქვათ რომელი მის მიხედვით აღმოჩნდა და დამსახურების და მიხედვით მაგრამ დაღელაშვილი და ასევე ყველა გამგებელი ნაციონალური მოძრაობის დროს მოდი ცოტა იმაზე ვისაუბროთ 15 ესე იგი 30000-ით მე შევამოწმე გამოვითხოვე დოკუმენტაცია მე და გიორგი ბერეჟიანი მე მახსოვს შენ გაკეთებული 30000 ლარით მხოლოდ პრემიებზე და დანამატებზე ვლაპსაუბრობ ესე იგი ეხა არ ვიცი რა გვარია გამგებელი ვთქვათ მასთან შედარებით აი ჯუღურეთის დაღელაშვილი იღებდა 30000-ით მეც წელიწადში ეს მხოლოდ პრემიებზე და დანამატებზე მაკლაპარაკი ხო ანუ რა ხდება რომ რასაც გადავხედე მე მერიას მე არ ვამბობ რომ ცოტა აქვთ ხელფასი ნამდვილად არ ვამბობ ბევრს ახლა წეს მაგრამ ახლა ისეც ნუმიზამთ ახლა რაღაც სერიოზულ სამსახურებია და კაპიკებზეც არ უნდა იმუშაოს ალბათ ამ ხალხმა მაგრამ 30%-ით არის შემცირებული ესე იგი თვეში იღებენ 2000-ით ნაკლებს თითოეული ადამიანი ეხლა ნარმანიას საერთოდ პრემია არ აქვს აღებული ეხლა ნარმანიასთვის მე ხმა არ მიმიცია პირველ ტურში მეორე ტურში ნაციონალების წინააღმდეგ მივეცე ხმა ეხლა ამ ადამიანს 18000 ქონდა 6 თვეში აღებული მაშინ როცა თქვა იგივე 6 თვეში ერთი წლის როცა იყო უგულავას 52000 ეხლა არის განსხვავება უკეთესობისკენ მივდივართ ყველაფერი კარგად კი არ არის
მაგას არ ვამბობ, მაგრამ უკეთესობისკენ მივდივარ და ნუ ახლა ალეკოს აქტიურობაც მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცებში ხარ ვეთანხმები, არითე. ბუნებრივია, მაგრამ მოდი დღეს ესე იგი პრობლემებზე საუბრობს ყველა მედია, რუსთავი, ნუ პროპაგანდის იარაღია გასაგებია, მაგრამ ისიც პრობლემებზე საუბრობს, ის და ასე შემდეგ. მოდით ჩვენ დღეს ჩვენს ტელემაყურებელს ვუთხრათ, აი პოზიტივზე, ეხლა მე რატო შევაჩერე ყურადღებით, რომ ჩვენი გადაცემების ეხლა მსმენელიც და მაყურებელიც დაგვეთანხმება და დაგვემოწმება, რომ უკომპრომისო და შეიძლება ზედმეტად მკაცრად კრიტიკულებიც ვართ ხოლმე ჩვენ ყველა ჩვენ გადაცემაში მიმდინარე პოლიტიკური თუ სხვა პროცესების მიმართ და პროცესებში მონაწილე ადამიანების მიმართ, მაგრამ ის პოზიტივი ეხლა მე არ ვსაუბრობ, რომ აი ხო რაღაც ხო კეთდება პრინციპი ჩემთვის მიუღებელია. პოზიტივია ის, რომ ადამიანმა აი უბრალოდ გასაზიარებელია სხვებისთვის. საბურთალოს გამგებელმა ბექამ მიქაუტაძემ აიღო პასუხისგებლობა თავის თავზე, რისკიც ალბათ. ხო, ეხლა სხვებს თუ ეშინიათ, რომ მე რაღაც დამოუკიდებელი ინიციატივა არ გამოვხატო და ამის გამო მე თითი ზევიდან არ დამექნიო, ამ ადამიანმა გამომდინარე იქიდან, რომ მას აქვს ხედვა მან იცის დაუშვათ ამ დონეზე მართლობა ეფექტური როგორ გახადოს. აიღო რისკი და თქვა, ჩემი მართლობის დროს ჩემთან ერთად ამ პროცესის მონაწილე იქნება ჩემი უბნის მოსახლეობა. თქვენ თვითონ შეარჩიეთ, თქვენი კანდიდატი ეს იქნება უბანი, კვარტალი, ეზო და ასე შემდეგ და მოდი ერთად ანუ მე გონი რომ არავის არ დაწყობს. ხო, მასაც ნუ იმას დავაკნინებთ. ამ ხრივ ძალიან აქტიური მაჟორიტარი ყავს, მე ვთვლი რომ საბურთალო ამ ხრივ ჩემი აზრით სანიმუშოა. ყავს მიუხედავად იმისა, რომ ალეკოსთან მე ბევრ რამეზე ვიკამათებ, პანორამაზეც მათ შორის ვიკამათებ, მაგრამ ხო არა, მე ვარ ბედნიერი რომ ყავს ესე იგი არაჩვეულებრივად უგანათლებულესი ბექა მიქაუტაძე, რომელიც ძალიან აქტიურია და არჩ კომუნიკაციაში ყავს ალეკო ელისაშვილი, რომელსაც არაფერი არ ეპარება და ყველაფერზე თქვათ საქმის ერთი ბუჩქის გამო შეზრას ტელემედიას ძალიან კარგია. გასაგებია, მაგრამ ნუ რაღაცებს ახლა ბიზნესთან არ ვამართლებ ესეთ ჭუბს გიორგობიანთან ახლა არა რომ ჩემნეთასავე არ არის ბიზნესა. მაგრამ ხაზი გავუსვათ. რა ჭუბი ალეკა მანამდე სხდომებს ესწრებოდი, მანამდე როცა დამტკიცდა ხეების მოჭრა არ მოჭრა ეს ხო წინ იყო. არ მომეწონა ბიზნესთან შენი ჭუბი, აი როგორც მოქალაქეს იმაზე გითხრა ვინერვიულე. ნაციონალური მაგრამ ძალიან გაბრაზებული ვარ და მე მიმაჩნია რომ იქ მიუხედავად თქვენი გიორგობიანობისა არ არის ჩემი ნათესავი. ხო, არა, რამიშობა ჩემი ნათესავი რო იყოს არც დავინდობდი, არც მას ბიძინა 6 აპრილს თამარაშვილის ქუჩის მოსახლეობა 13 ნომრის სულ მომართავდა და საქმის კურსში მაყენებდნენ მეც და ბიძინა გიორგობიანთანაც კომუნიკაცია ჰქონდა და ისინი ამბობდნენ რომ აი მთელი ტყე იყო იმ ტერიტორიაზე და ამბობდნენ რომ ნუ გაგვიჩეხავენ ამას. ეს იყო გია უდესიანის ტერიტორია. თუ გნებავთ ამას. კაპიკებში ყიდდა გია უდესიანი ყიდდა კაპიკებში რატომ? არც ერთი დეველოპერი არ ეკარებოდა იმ ტერიტორიას, იმიტომ რომ მთელი ტყე იყო ამ იმაზე, მიწის ნაკვეთზე. და იქ რო კორპუსი აგეშენებინა, უნდა გაგეჩეხა ეს ტყე. და არავის არ უნდა და ამ დავით არაბაში გახვევა. იმიტომ რომ ნებართვა ხო მანამდე ალეკო გაცემული. არა 23 აპრილს გასცა. 23 აპრილს შეიტანა იმ კომპანიამ და ბოლო უდესიანმა ვიღაცას მიყიდა. აქ ყველაზე სწორი იქნებოდა რომ ბიძინა გიორგობიანს ეს საკითხი გამოეტანა და ქალაქს ეყიდა და კაპიკებში ყიდა გიაუდესიანი და დაებრუნებინა ქალაქს ეს ტერიტორია. იცი და მეც დავინტერესდი ამ საკითხი და მე ვიცი რომ სხდომები ტარდებოდა გერგი ან ეს განაშენიანების ზონალურ საბჭოზე იყო განხილვა. განხილული იყო ბიძინა ამას ერთპიროვნულად ვერანაირად ვერ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას გამოწვია. აი ეს ისტორია ვიცი თავიდან ბოლომდე. ბოლოს მივიდა საქმე იქამდე რომ თამარაშვილის მოსახლეობა მე რომ მომართა, მე ვუთხარ რომ ნარმანია დღე-დღეზე უნდა მოვიდეს თქო, ეს იყო მარტის ბოლო და მე ამ საკითხს მერს ვუტყვი. ნუ ახლა ქალაქში არის ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტის თბილისის მერი, ხო, მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. რომ მოვიდა, მე მომწეს 5 წუთი, ნარმანიას გამოსვლა რო იყო ამ 8 თვიანი მუშაობის შედეგების შეჯამება. 5 წუთი მომწეს და ბოლო საკითხად უთხარი თამარაშვილის ოქმიც ამოაბეჭდინე მე რომ და კაბინეტში მიდევ რომ ნამდვილად ვახსენე ეს საკითხი და უთხარი რომ ბიძინა გიორგობიანიც იქვე იჯდა რომ თამარაშვილის 13 ნომრის წუხილი უნდა გადმოგცეთ თქო რომ მეთქი სახალხო მილიცია აქვს ლამის ხალხშექმნელი და დღე-დაღამე დააროჯობს იმ ხეებს რომ არ უნდათ რომ გაიჩეხოს. მერი ხარ და გადაწყვეტილება მიიღე რამე რომ ეს ხეები არ მოიჭრას თქო. ეს იყო 6 აპრილს. 23 აპრილს ამ კომპანიამ მშენებლობის ნებართვა როდის არის გაცემული? მშენებლობის ნებართვა ჯერ არ არის გაცემული. არ არის.
აი აქ არის რომ მე ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი მაქვს. 23 აპრილს დილით შევიდა განცხადება ბიძინა გიორგობიანის სახელზე მერიაში 23 აპრილს დილით და 23 აპრილს შუადღეს ბიძინა გიორგობიანმა 30 ხის მოჭრის ბრძანება გასცა. ნებართვა გასცა. და მერე რო ატყდა ამბავი 27-ში მერე იმასკნა რა ქვია შეაჩერა ორშაბათს დაიწყეს იმათმა ხის მოჭრა და ატყდა მთელი ამბავი და საკრებულოზეც ხო იყო გადმოცემული არა საკრებულოში გერგი არ შემოსულა ამდენად თავის თავზე აიღო და აქ მიჩნდება მე კითხვები რომ რაღაცა ამ ყველაფრის უკან ხო არის გამიტომ ბიძინა გიორგობიანი მე კი არ უნდა მეყვირა და მოსახლეობას კი არ უნდა ეყვირა ბიძინა გიორგობიანი ხელფას იღებს ის არის თბილისის მასშტაბით გარემოს დამცველი მას სანგარი უნდა გაეთხარა იმ ხეებთან უნდა გაწოლილიყო ტყვიამფრქვევი დაედგა და არ მოეკარებინა არავინ ხელფას ბიძინა გიორგობიანი მე გვიხსნიდა რომ აი ეს უნდა აშენდეს მან მოაწერა ხელი მან მოაწერა ამ ხეების ნებართვას ხო იყო სხდომებია საბჭოსი საბჭოს ხდომა ხომ არა 23-ში დილით შესულ განცხადებას 23-ში შუადღეს მოაწერა ბიძინა გიორგობიანის ნებართვით ატყდა ეს მთელი ამბავი ხეების მოჭრა ხო და მე ვარ კატეგორიულზე მე მიმაჩნია რომ ამის შემდეგ მას უბრალოდ უფლება არ აქვს რომ იმ თანამდებობას დარჩეს ამაზე ვარ მტკიცეთ ამ პოზიციას და კიდევ იქ რაღაცა ისტორიები შესწავლე იმიტომ რომ სურო ნარმანია მიცულიყო დაქოქილი ბენზოხერხით ბიძინა გიორგობიანი არის თბილისის გამწვანის მას უნდა დაეცვა მე ვიცი შემთხვევები და საკმაოდ ჩართული ვარ ახლა ამ ყველაფერში და ხო მაგრამ ეს რატო ხეების დარგვის რაოდენობა რაღაცებზე მომწია ურთიერთობა ასე შემდეგ მე თვითონ ჩვენი განაშენიანება გვინდა და განცხადება შევიტანეთ და ბიძინა ძალიან აქტიურია თვითონ ყველა მართლა მიწის ნარგლეჯზე მე ხა რაღაცა მომავალი წლის გეგმაში ჩვენ ჩემი ეზო არის, ამიტომ მაქვს ეს კონტაქტი სისტემატიური, ძალიან მონდომებულია მოსახლეობასთან სულ კომუნიკაციაშია, რომ რაც შეიძლება ჩვენს შევთავაზოთ, რომ ჩვენს დაგეხმარებით ანუ დაარგვაში ვთქვათ, გარდა იმისა, რომ თქვენი გეგმა აქედან გამომდინარე სულ მუშაობს ეს ადამიანი, რაღაცა ყოველ შემთხვევაში კომუნიკაცია კარგი მეც ჰქონდა, მაგრამ არის ფაქტი. განაშენიანებაზე უზარმაზარი ხეები მოიჭრა ბიძინა გიორგობიანის ნებართვით. ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი. ხო და მე არ მივსულ ვარ, მე საყმედურობდა ბიძინა გიორგობიანი, აქ შენმე სცენა და ამიდგი პროვოკაცია მე ხوار მიმიჭრია რა, მომიჭრია ის ხები, ვიყავი ჩემთვის საკრებულოში სიტი პარკზე პრესკონფერენცია მქონდა და მოსახლეობა მირეკავდა ისტერია, მოდი ხეებში. ნუ კარგი, გამოძიება ჩატარდეს, იმიტომ მე რამდენადაც ვიცი, სამშენებლო კომპანიამ თვითნებურად აიღო და ადრე მოჭრა. არა, ბიძინა გიორგობიანის ნებართვით არის მოჭრილი, გეუბნებით აი სამწუხაროდ ფაქტია. მაგრამ მოდით ეხა რომ ამ თემაზე მარტო აღარ შევჩერდეთ. ნუ ფაქტია, ნუ ხარვეზე გამოვლინდა, მაგრამ სანამ პერსონალეზე აი მე ხარ შეცდომა ყველა შეიძლება დაემართოს მე ხარ აი ამას ვერ ვეთანხმებ ბიძინა შეიძლება შეეშალა მე არ ვიცი ახლა ბოლომდე ზუსტად ამ საკითხში არ ვარ ჩახედული მაგრამ ახლა ისე გამოდის საერთოდ არ არის ჩემი ნაცავი მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ რაც გვაქვს ჩვენ გვჭირდება ბევრი ხე იმიტომ რომ მიწა ჩადის ნაყარი მიწა არის ჩემი სახლის წინ აი ახალი გზა რაღაცა პრობლემები გვაქვს მოკლედ რამდენიმე კორპუსით და აქტიურად